გამარჯობა, ეს არის კოლიმატორული სამიზნე. ეხლა გაჩვენებთ მოკლედ მოყვება პლასმასის ყუთი, რომელიც იცავს კოლიმატორს დაზიანებისგან. ეხლა რო გავხსნათ და გაჩვენოთ, რა მოყვება. პირველ რიგში, თავისთავად ესეთი კოლიმატორული სამიზნე. ასევე გასახსნელი ელემენტისთვის ან სარეგულიროდ. კიდევ ესეთი ფურცელია. და ეს არის საწმენდი. ყოველთვის შემოწმეთ ქვედა მხარით შეიძლება რამე იყოს, ამ შემთხვევაში უკვე აღარაფერი ერთევს. გავაგრძელოთ. კოლიმატორული სამიზნე არის ლეოპოლდის ბრენდის, ეს საკმაოდ ცნობილი ბრენდია და ძალიან ბევრმა იცის. მოკლედ, თუ ვიღაცა იარაღის აქსესუარებში კარგად ერკვევა, ლეოპოლდი აუცილებლად მოეწონება. მისი მოდელი არის LCO, ესეთი. ეს არის მეტალის, ანუ სრულად მეტალია. ელემენტი თავსდება აი ამ ნაწილში, ნახეთ, ესე ხო მაგრდება და გვერდით არის ელემენტის დასამაგრებელი, ნახეთ. ელემენტი შეგვიძლია ესეც მოხსნათ, ან თუ მაგრად არის ჩაჭედილი, აი ამ ნაწილით დავატრიალებთ. ეს. ასევე აი გაჩვენებთ რა ელემენტი მიდის. ერთი წამით. ესეთი ელემენტია. ელემენტის ზომა არის CR, ნახეთ, 123A. მოკლედ ერთი ცალი ეს ელემენტი ჭირდება, რომელიც ამ მოდელს მოყვება. როგორ ვამაგრებთ, ნახეთ, ეს ქვედა ნაწილი, აი პლუსით უნდა ჩავიდეს ქვემოთ ესე და იგივენაირად უნდა დავამაგროთ. ან პირველ რიგში ჭირდება ძლიერი ჩაწოლა და მერე უკვე დამაგრდება. აი ეს. რაც შეეხება ახლა გვერდით, მოკლედ ეს დასატრიალებელი არის იმისთვის, რომ რელსი დავამაგროთ. გვერდით ნახავთ, აი ამ ნაწილს და ზევით კიდევ ამ ნაწილს, ეს არის იმისთვის, რომ დავარეგულიროთ ჩვენი კოლიმატორის სამიზნე, მაგალითად ზევით და ქვევით მარჯვნივ და მარცხნივ და მისი დარეგულირებაც ხდება აი ამ ნაწილით. აი ეს. ზევით, ქვევით ან მარჯვნივ ან მარცხნივ. ასევე ამ მოდელს აქვს ორი ნათების რეჟიმი, ეს არის წითელი და მწვანე და როგორც ვთვლით, მას აი ეს ნაწილი ნახეთ. როცა ამას შუაში დავაწვევით, წერტილი ჩნდება. თუ დიდხანს დავაწვევით, გაითიშება. ეხლა ვნახოთ, გადართვის რეჟიმიც არის შემდეგნაირად, აი ესე. ნახეთ, დავატრიალებთ, ზომა იცვლება. აი მწვანეზე გადავიდა ეხლა. ეს არის 10 წერტილის, ანუ 10 ჯერ გვიდიდებს წერტილს, ან პირიქით გვიპატარავებს. და მერე წითელზე გადადის, ანუ ჯერ წითელია, მერე მწვანე. თუ დიდხანს დავაწვევით აი ამ ღილაკს, ამ შემთხვევაში გაითიშება. კოლიმატორი აუცილებლად უნდა გავთიშოთ, იმისთვის რომ ელემენტი არ დაგვიჯდეს, თან როცა არ ვიყენებთ, რეალურად არც გვჭირდება მის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება, თან ელემენტს გავუფრთხილდებით ამ შემთხვევაში და მოკლედ უმჯობესია რა. როცა უკვე დავაწვევით ამ წერტილს, წერტილი გაჩნდება, ანუ ამ ღილაკს ვაწვევით და ჩვენი სამიზნე ჩნდება, ხოლო როცა დიდხანს დავაწვევით, გაითიშება. მოკლედ რო შევაჯამოთ ეს მოდელი, ეს არის ლეოპოლდის ბრენდის LCO მოდელი. ეს არის კოლიმატორული სამიზნე, ელემენტი თავსდება აქ, მოდელი არის CR123A და ორ ფერს გვიჩვენებს, ეს არის წითელი და მწვანე, რომლის რეგულირებაც ხდება გვერდიდან. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ.